გადაცემას უშვილობის მკურნალობის მეთოდებზე საუბრით ვიწყებთ. თქვენ ალბათ გახსოვთ, სულ რაღაც რამდენიმე 40 წელი კი გავიდა უკვე პრინციპში, რაც ბრიტანელი მეცნიერების და ბრიტანელი ექიმების თქვათ ეს ექსპერიმენტი დამთავრდა პირველი ბავშვის დაბადებით, პირველი ბავშვი, რომელიც დაიბადა ხელოვნური განაყოფიერებით. ეს მართლა რაღაც პაში პირველად მახსოვს ესეთი სენსაციასავით იყო და დღეს უკვე პრაქტიკულად 8 მილიონამდე ბავშვი სწორედ ხელოვნური განაყოფიერებით არის დაბადებული. ხო, ანუ გადაიქცა რაღაც ესეთ ძალიან კარგ მეთოდად, როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს, როდესაც სხვა საშუალებები არ არის, როცა შეგვიძლია ჩვენ ამ მეთოდს რა თქმა უნდა მივმართოთ. 8 მილიონი ახალშობილი უამრავი ადამიანის ბედნიერება. და კაცობრიობისთვის ეს არის ძალიან დიდი წინსვლა გენეტიკური თქვა შრომავლობის მოცემის და გამრავლების მიმართულებით. აქვე გეტყვით რომ 2020 წლის ოქტომბერში ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ამერიკაში დაიბადა ბავშვი 27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან. მანამდე ყველაზე ძველი ემბრიონი, საიდანაც ბავშვი დაიბადა 24 წლის წინ იყო გაყინული. საოცრებაა ხო 27 წელი ელოდები არის გაყინული ემბრიონი და მე უცებ 27 წლის მერე შეიძლება რომ გაჩნდეს ბავშვი საოცრებაა დუშვილობის პრობლემა საქართველოში ძალიან აქტუალურია და წყვილები ხშირად მიმართავენ ხოლმე რეპროდუქტოლოგებს, ექიმებს, მკურნალობის მათთვის შესაბამისი მეთოდის შესარჩევად და მიდის მსჯელობა წინასწარ კონკრეტული გამოკვლევების ჩატარება და მათთვის შესაბამისი განაყოფიერების ანუ ასე ვთქვათ მეთოდის შერჩევა. რა არის ხელოვნური განაყოფიერება? რამდენ ეტაპს მოიცავს in vitro განაყოფიერება? ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს ქართულ ამერიკული რეპროდუქტოლოგიური კლინიკა რეპროარტის წამყვანი მეანგინეკოლოგი რეპროდუქტოლოგი თეა ჩარკვიანი. მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სასაუბროთ. რაღაცა ჯადოქრობებზე და სასწაულებზე საუბრობთ ისე ზოგადად 27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან ბავშვი გაჩნდა. ჩვენ 2002 წელს გაყინული ემბრიონიდან გავაჩინეთ ბავშვი. სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 27, საქართველოში 19. გადასარევია. რამდენად ხშირია პრინციპში თქვენთან მომართვიანობა, აი თქვენ რა შეგვიძლია? მომართვიანობა მაღალია საკმაოდ. ადრე თუ იყო რომ ვთქვათ მეტი წილი მოდიოდა ქალის უნაყოფობაზე, დღეს უკვე არ არის ესეთი დაიმსხვრა ეს სტერეოტიპი, ასე ვთქვათ. მამაკაცების უნაყოფობამ თითქმის გაუთანაბრდა და თუ არ გადაასწრო, ესეც არ არის. ანუ 40% მოდის უნაყოფო წყვილების ქალების პრობლემით გამოწვეულ უნაყოფობაზე, 40% დაახლოებით მამაკაცების და 20% გამოგვივიდა გაურკვეველი, ანუ სხვა დანარჩენი, მაგრამ აი ზაზია დამოკიდებული. რაც უფრო მეტია ქალის ასაკი, მით უფრო მცირდება ორსულობის მიღების ალბათობა, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ ქალები ვიბადებით გარკვეული ლიმიტირებული კვერცხუჯრედების რაოდენობით, დაბადების მომენტში მილიონ ნახევარი არის ეს კვერცხუჯრედების რაოდენობა. უბერტაჩი უკვე 400,000 გვჩება და ეს 400,000 არის უკვე ჩვენი ლიმიტი. ამიტომ ყველაზე კარგი რეპროდუქციული ასაკი 15-დან 35 წლამდე. ადრე ვამბობდით რომ მამაკაცის ასაკს არ ქონდა მნიშვნელობა, მაგრამ აღმოჩნდა რომ აქვს და გარკვეულწილად ახდენს გავლენას სპერმის ხარისხზე, ასე რომ მამაკაცებმაც უნდა იჩქარონ ორგანიზმს აქვს. ჩემი ბრალია, შენი ბრალია არ არსებობს, აქ არის თანაბარი პასუხისმგებლობა და ამას უნდა გაისვას ხაზი. რა სახის მეთოდები არსებობს ზოგადად აი მკურნალობის ხელოვნურ განაყოფიერებაში და რას გვეტყვით X in vitro განაყოფიერებაზე? უნაყოფობის მკურნალობის ჩვენ ესე განზოგადებულად ვეძახით დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები არ არის მარტო in vitro განაყოფიერება, ეს არის საშვილოსნოში და ინსემინაცია. in vitro-ს კიდევ ბევრი ჩაშლა ჭირდება, იგივე ერთ-ერთი X-ი მეთოდით ზუსტად დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები არის. ანუ X-ი ეს არის ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია, როდესაც თითოეული სპერმატოზოიდი შევყვავს თითოეულ კვერცხუჯრედში. in vitro-ს ჩატარება X-ი მეთოდით, ეს არის ერთ-ერთი რუტინული პროცედურა. რამდენჯერ შეუძლია პაციენტს ეს პროცედურა ჩაიტაროს? ანუ პაციენტებს რატომღაც ილუზია აქვს შექმნილი, რომ აუცილებლად, იმიტომ რომ ფინანსებთან დაკავშირებულია და ხო, პირველი მცდელობა აუცილებლად უნდა იყოს წარმატებული, მაგრამ აი წარუმატებლობის შემთხვევაში კიდევ რამდენჯერ არის შესაძლებელი, რომ გაიგოს ეს როგორ არის წარმატება ზოგადად ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს, ქალის ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია. არის ერთი რომ რეპროდუქციული მხრივ არის პრობლემა, მეორე არის რა სომატური დაავადებების და რა ქრონიკული დაავადების მტარებლები არიან პაციენტები. ჩვენც ვართ დაინტერესებული რომ პაციენტს წარმატებული პროცედურა ჩატარდეს, იმიტომ რომ პაციენტს
პაციენტის, იცით როგორ გითხრათ, აი ძალიან ემოციური მომენტია. იცით როგორი აზარტია ექიმისთვის. წინასწარ თუ ხდება რაიმე ტიპის გამოკვლევების ჩატარება და როგორ ხდება მომზადება ამ პროცესში? კლინიკაში შემოსული ყველა უნაყოფო პაციენტს, რა თქმა უნდა, ინვიტრო განაყოფიერება არ ჭირდება. ანუ პირველ რიგში უნდა მივიდეთ იქამდე მიზეზი მივხვდეთ რა არის უნაყოფობის გამომწვევი, ანუ სპერმა უნდა იყოს კარგი, მილები უნდა იყოს გამტარი, ენდომეტრიუმი, რაშიც ემაგრება ემბრიონი, არ უნდა გქონდეს ჰიპერპლაზია, პოლიპი და ასე შემდეგ და მუდმივად ხდებოდეს ოვულაცია. ანუ აი ამ ყველა სისტემის გამოკვლევა ხდება, ინსტრუმენტული, ჰორმონალური, თქვათ, ცალკე სპეციალისტების ჩართვა, ენდოკრინოლოგი, მამოლოგი და ასე შემდეგ. მათ შორის გენეტიკური გამოკვლევაც. გენეტიკური გამოკვლევაც. თვითონ მასალის, ანუ დღესდღეობით პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი ძალიან ფართოდ გამოიყენება. ეს არის ერთ-ერთი ძალიან კარგი მეთოდი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ექიმებს სელექცია შეგვიძლია ემბრიონის გავაკეთო და გადავიტანოთ ერთი და საუკეთესო და თავიდან ავიცილოთ ის მრავალი ემბრიონის გადატანით მიღებული გართულება, ისეთი როგორც არის მრავალნაყოფიანია, ორსულობა, ნადრევი მშობიარობის რისკი არის ძალიან მასთან დაკავშირებული პრობლემები და არა მარტო ბავშვის მხრივ, ასევე ქალის მხრივ, სისხლდენა, შეიძლება საშვილოსნოს დაკარგვა მოყვეს და ასე შემდეგ ბევრი გართულება. ძირითადად ეს ერთი ემბრიონი გადაგვაქვს თუ არის რომ ვთქვათ ორი ზოგჯერ, იმიტომ რომ არ ორზე მეტი არა. ორზე მეტი არა. ორი არის მაქსიმუმი. არსებობს კორელაცია ემბრიონის გადატანის ვადებს და ან მოსალოდნელ შედეგს შორის. როგორ ფიქრობთ, ანუ მესამე დღესჯობია, მეხუთე დღესჯობია თითო ფოლიკულში ჩვენ გვაქვს თითო კვერცხუჯრედი. ანუ რაოდენობრივად მეტი ფოლიკული გვაქვს, იქედან უფრო ნაკლები კვერცხუჯრედია. ყველა კვერცხუჯრედი არ არის მომწიფებული. ჩამოვდივართ ახლა უკვე ქვემოთ, ანუ ყველა კვერცხუჯრედი არ არის მომწიფებული, ყველა არ ნაყოფიერდება. იმ ყველა განაყოფიერებიდან აი უკვე რომ იწყებს დაყოფას და მესამე დღეს რომ ნახულობ დაყოფას, ყველა მესამე დღის ემბრიონი არ მიდის იმ ბლასტოცისტის სტადიამდე, რა სტადიაზეც გადაგვაქვს, რა სტადიაზეც ის ემაგრება ენდომეტრიუმში, ხო და ხდება ორსულობა. ფიზიოლოგიურადაც მილში ხდება განაყოფიერება, მილიდან მილმა უნდა გადმოატაროს ეს თან იყოფა ემბრიონი და ვითარდება და მესამე დღეს ხდება საშვილოსნოს ღრუში. ის მესამე დღეს ემბრიონი აუცილებლად უნდა მივიდეს ბლასტოცისტის სტადიამდე, ისე ვერ მიემაგრება, იმიტომ რომ ის გახსნის გარს, გამოდის და უკვე დაიწყებს მიმაგრებას. ასე რომ იმ მესამე დღის ემბრიონების დაახლოებით 30-40% მიდის ბლასტოცისტამდე. ანუ შესაბამისად ყოველთვის ჯობია დაელოდო იმ მეხუთე დღის ემბრიონს და გადაიტანო, რომ მეტად შანსი გაზარდო. და როდესაც პრობლემა არის უშვილობის, ეგ როდესაც საუბარია იმაზე, რომ თავარია რომ შვილი გინდა, უკვე სქესს ესეთი მნიშვნელობა არა აქვს. და ნამდვილად თავარია რომ სადა ეს ბავშვი იყოს ჯამრთელი, მშობელი იყოს ბედნიერი. ზოგადად მე ვთვლი რომ სქესს მნიშვნელობა არა. არა აქვს, ცალსახად არა აქვს. ვისაც აქვს იმის პრობლემა რომ მე ბიჭი მინდა და მე გოგო მინდა, იმას აქვს პრობლემა. სქესს მნიშვნელობა არა აქვს. ნამდვილად გეთანხმები. ყველაზე აი ესეთი ხანდაზმული, მოდით ესე ვთქვათ, მშობიარე, მელოგინე, შეიძლება რომ გაიხსენოთ. 63 წლისა მიმშობიარა. რამდენი? 63. ანუ არ დამოიწდება, ეს წყვილი არის კანადელი წყვილი. ჩამოვიდნენ კანადიდან, ნუ თუ კი რაიმე კვლევა შეიძლებოდა ჩატარებულიყო, რომ გამოგვერიცხა, ვთქვათ, იგივე ონკოლოგიური რისკი და გართულებები გავაკეთეთ, გადავიტანეთ, ეს ქალი გაფრინდა გადატანიდან მეორე დღეს, დაბრუნდა სახლში და ნუ იქიდან ძალიან დიდი ემოციური წერილი მოიწერა, რომ იყო ორსულობა, მთელი კანადა ფეხზე იდგა, მინდა გითხრათ. ძალიან მაგარი ისტორია. კანადაში იმშობიარა. იმშობიარა კანადაში, მიიყვანა 39 კვირამდე ორსულობა. მერე ჩამოვიდა ეს წყვილი მეორეჯერ, მაგრამ მეორეჯერ უკვე აღარ გამოყო. ანუ მეორეთაც უნდა და? რა თქმა უნდა. ჯიგრები იყვნენ ეგენი კანადელები კი არა და ძალიან მაგრები ხართ. მე რა მინდა გითხოთ, იცი, ახლა გზა ჩამოთვალეთ, ახლა საშვიდიდან საკვერცხის მილიდან თქვათ საშვილოსნომდე, აი ეს გზა რამდენს გაატარეთ თქვენი პრაქტიკის განმავლობაში დასრულებული მშობიარობით? 73-დან 83%-ამდე არის 35 წლამდე ასაკის, 35-დან თქვათ 38-მდე ეს ჩამოდის ქვემოთ და არის დაახლოებით ნუ სადღაც 45 ძალიან რთული არის. მაგრამ რამდენი სიცოცხლე მოევლინა თქვენი სტუდიის სამედიცინო მხარდაჭერით? ათასებზეა საუბარი. ათასებზეა ხო და საუბარი. ეგ არის მთავარი. აი, რამდენად ხშირია ეს სწორედ ერთხელ როდესაც თქვათ
გადაწყვიტეს, გააჩინეს და მერე მეორედ და მესამედ თუ მოგმართავენ. ამბობენ და არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ აი ამ ამდენი წინასწარ მომზადების და ასე ვთქვათ სპეციალური სტიმულაციის შედეგად ქალის ორგანიზმის იქნებათ მამაკაცის, ანუ იზრდება სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკი, როდესაც ინვიტრო ხელოვნურ განაყოფიერებისთვის ემზადება. ეს რეალურია თუ ესეც პაციენტებში გავრცელებული მითია? არა, თვითონ წამალი რა მედიკამენტებსაც ჩვენ გამოვიყენებთ, ეს არის გონადოტროპინები, ანუ ეს FSH-ის პრეპარატებია, FSH-ი ჩვენთან ჰიპოფიზის მიერ გამომუშავდება, FSH-ი მოქმედებს საკვერცხეზე და საკვერცხეში იწყება ფოლიკულის ზრდა. ფოლიკულის შიგნით აუჯრედები გამოიმუშავებს ესტრადიოლს. ეს ესტროგენი მოქმედებს სამიზნე ორგანოზე, ეს არის ძუძუ, ეს არის საშვილოსნოს ყელი, ეს არის ენდომეტრი. რომელიც წარმოადგენს ხო, თუ იქ არ, ამიტომ ვაკეთებთ იმ წინა გამოკვლევებს, რომ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ, რომ რისკი არსებობს. აი ესეთი ან წინა კიბოსწინარე დაავადებები, ან შეიძლება იმ მომენტში იყოს და ჯერ არ იყოს გამოვლენილი. ეს აი ესეთი სიტუაცია ცის შემთხვევაში ესტროგენი აუცილებლად დააჩქარებს. უკუჩვენება თუ არის ეს? უკუჩვენება არის, რა თქმა უნდა, თუ ონკოლოგიური პაციენტი არის, უკუჩვენება, რა თქმა უნდა, იმ ონკოლოგიური პროცესში არის უკუჩვენება, თუმცა როდესაც ჩატარდება შესაბამისი ოპერაციული მკურნალობა, ემბრიონის გაყინვის მიზნით და fertility preservation-ს ვეწახით, ანუ ფერტილობის შენახვა, ამ სიტუაციაში ვაკეთებთ მე სტიმულაციას, რა თქმა უნდა, ონკოლოგთან შეთანხმებით და ისე ვინახავთ ემბრიონებს, იმიტომ რომ დღეს ონკოლოგია განაჩენი არ არის, ამიტომ გრძელდება სიცოცხლე და შესაძლებელია კონკრეტული სხვა უკუჩვენებაც თუ არსებობს, აი რა შემთხვევაში ვერ გავაკეთებთ ამ პროცესს. არის გარკვეული სომატური დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, რომლის დროსაც შეიძლება, იცით რა, ორსულობის პროცესში არის უფრო შესაბამისად პრობლემები და ამ დროსაც არის გამოსავალი სუროგაციის გამოყენება, ასე რომ მაქსიმალურად მორგებულია დღეს ის რომ ქალს და ოჯახს ყავდეს შვილი. საოცარი პროფესია გაქვთ. რეალურად ხედავთ უამრავი პრობლემის მქონე ოჯახს, რომელიც მოვიდა, დიდი ხანი ოცნებობდა, რომ შვილი ყოლოდათ და არ ყავდათ და მე აი ამ რაღაცა და აი ტესტზე რომ საოცრები ხასია, ნუ ალბათ ეს არის აი ემოცია როგორი არის თქვენი თანდასწრებით ყოფილა ესეთ რაღაცა რა თქვენთან ერთად გაკეთებულა. რა თქმა უნდა, ნუ ერთი არის რომ იკეთებს სახში და აგზავნის და არის მესიჯების გამოგზავნა და სურათების ალბათ ნამდვილად წითელია, ნამდვილად ორია. ხომ ნამდვილად წითელია, ერთი მუქია, მეორე ღია, ხო, ექიმო ხომ ნამდვილად წითელია. ნუ ეს არ ვერ გეტყვით როგორი ემოცია არის ექიმისთვისაც, ნუ პირველ რიგში პაციენტისთვის, რა თქმა უნდა. მომზადებული პაციენტი დგამს ნაბიჯს და შედეგებიც ადეკვატურად ეკვივალენტურია. წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა მომზადებისათვის. ახლა კი ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა ქართულ ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტში გადაიღო. ემოციებით სავსე, იყო ბევრი იმედგაცრუება, სასურველი შედეგის არ მიღება. რამდენჯერმე ვცადე რომ ხელი ჩამექნია, მაგრამ მაინც მქონდა იმედი. არ ვკარგავდი არადოს იმედს და რწმენას, რომ გავხდებოდი დედა. თავიდან ვიწყებდი ყველა იმ საფეხურის გავლას. დას უკვე გავლილი მქონდა სასურველი შედეგის მისაღწევად და ეს ანატრი დღეს დადგა. და კლინიკა რეპროარტმა მიიღო ამაში დიდი წვლილი 14 წლის უშვილობის შემდეგ 2021 წელს გავხდი დედა. ხარ ბედნიერესი ადამიანი. როდესაც გავიგე რომ დედა გავხდებოდი, ეს იყო უდიდესი სიხარული და სიტყვები არ არსებობს ამ სიხარულის გადმოსაცემად. პირველ ეხოსკოპიაზე გავიგე, რომ უეყოლებოდა ტყუპები და უსასყრო სიხარული განვიცადა. ჩემი ბავშვები ჯანმრთელად და კარგად მომენთავ და სახლში ვართ ყველანი ერთად. ყველას ურჩევ რომ არ დაკარგონ იმედი, არ დაყარონ ფარხმალი, ეს დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული საერთოდ ეს პროცედურები და იყვნენ მშვიდად. ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი 2012 წლის ივლისში გაიხსნა.
მის საქმიანობას წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის უშვილობის ყველა ტიპის მკურნალობა და მართვა. ძირითადი მიმართულება გახლავთ ინიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობა. კლინიკა რეპრუარტი გაფართოვდა 2012 წლის შემდგომ და გაიხსნა ფილიალები ქუთაისსა და ბათუმში. დაახლოებით 1 წელია კლინიკაში დაინერგა ახალი მომსახურება, ეს გახლავთ პაციენტის პირადი მენეჯერის სერვისი, რომელიც არის შუალედური რგოლი კლინიკასა და პაციენტს შორის. კლინიკა რეპრუარტში წარმოდგენილი არის დიაგნოსტიკური ლაბორატორია, ემბრიოლოგიის და ანდროლოგიის ლაბორატორიები. ყველა ლაბორატორია აღჭურვილი არის ულტრათანამედროვე აპარატურით. ხაზი მინდა გავუსვა ემბრიოლოგიის ლაბორატორიას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დაცული იყოს ჰაერის სისუფთავე, წნევა, შეხება გვაქვს ემბრიონებთან, მომავალ სიცოცხლესთან და ჩვენს ლაბორატორიაში ეს ყველა პირობა საკმაოდ მკაცრად არის დაცული, რეგულირებული და კონტროლირებული.